კუჭმაჭი, ქართული სუფრის მშვენება. მე ქათმის ღვიძლით და კუჭით მოვამზადე. მოხარშოთ კარგად დაფნასთან ერთად და დავჭრათ წვრილად, ასევე წვრილად დავჭრათ ხახვი, გავარჩიოთ ბროწეული. აქ გაჩვენებთ ჩემი ბაღის ბროწეულს, რომელიც შემოდგომას დავკრიფე და შევინახე. თუ როგორ ამას ცალკე ვიდეოში გასწავლით. ბროწეულმაც თავის საქმე შეასრულა, მაგრამ ამას ძალიან მარტივად გავაცლი მდუღარე წყლის მეშვეობით ზედმეტი ქიმიის გარეშე. მევბრუნდეთ კუჭმაჭს, ქინძი, ხმელი ქინძი, ნიორი და მარილი კარგად დავნაყოთ და გადავიტანოთ თასში. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქონდარი, ნიგოზი, ბროწეული და კარგად ამოვურიოთ. მე ნახარში წვენს ვინახავ ხოლმე და ცოტას ვამატებ, ძალიან მშრალი რომ არ გამოვიდეს. ჯერ სურნელი აქვს საოცარი და მე გემოზე აღარაფერს ვამბობ. ძალიან უხდება ახლად გამომცხვარი ჭადები. მეზეთში გამოვაცხე, თუმცა მშრალად გამომცხვარი უფრო უხდება ჩემი აზრით. მომზადეთ და გემრიელად მივდით.